კიბერსივრცის სიახლეები, კიბერუსაფრთხოება და დაცვა კიბერთავდასხმებისგან. კასპერსკის ლაბორატორია წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ რადიო თამაშს ანტივირუსი. ზაზა ჩიტანავასთან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას და რადიო იმედის პირდაპირ ეთერში კვლავ არის გადაცემა სახელწოდებით კიბერუსაფრთხოება, რომელსაც წარმოგიდგენთ კასპერსკი ორგანიზაცია, რომელიც სხვა პროდუქტებს და პროდუქტების მრავალფეროვნებას გვთავაზობს კიბერუსაფრთხოების კუთხით ციფრულ სამყაროში ჩვენი დაცულობის ასამაღლებლად და ამ მხრივ ზოგადად კასპერსკის ძალიან ბევრი პროდუქტი აქვს და ამ პროდუქტების მრავალფეროვნებაზეა ალბათ აგებული სწორედ ინტერესი მის შესაძლებლობების მიმართ, რაც შეეხება პროდუქტების მრავალფეროვნებას კასპერსკისა ამ მხრივ ჩვენ არაერთ პროდუქტზე გაგვიმახვილებია ყურადღება, არაერთზე გვისაუბრია და ამ პროდუქტების მრავალფეროვნება ალბათ არის ის, რაც გამოარჩევს ზოგადად კასპერსკის პროდუქციას. ჩვენ გვისაუბრია და ყურადღება გაგვიმახვილებია კასპერსკის ისეთ პროდუქტებზე, რომელიც მაგალითად მცირე ზომის ოფისის თანამშრომლებისთვის არის დაცულობის ამაღლებაზე აქცენტირებული, ანტივირუსი არაფერს საუბრობ, ან სხვა ტიპის ციფრული პროდუქტი და ამ პროდუქტებს შორის დღეს ჩვენ კვლავ გამოვახვილებთ ყურადღებას კასპერსკი Security Cloud-ზე, ამაზე მე მგონი ადრეც გვისაუბრია და ეს არის ტექნოლოგია, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგია და იგი ავტომატურ რეჟიმში აანალიზებს ახალ საფრთხეებს რეალურ დროში და ესეც ის საშუალებაა, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ავამაღლოთ ჩვენი დაცულობა კომპიუტერულ სივრცეში, კომპიუტერულ თუ ციფრულ სამყაროში. კასპერსკის ახალი პროგრამა, Kaspersky Security Cloud, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ახალი ტექნოლოგიის წყალობით ავტომატურად მიმდინარეობს რეალურ და ახლანდელ დროში ანალიზი საფრთხეებისა, რაც ალბათ კარგი საშუალება უნდა იყოს ჩვენი დაცულობისთვის. ახლა კი ჩვენ გადავიდეთ ტექნოლოგიური სიახლეების თემატიკაზე და მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე სიახლეს. რადიო იმედის პირდაპირ ეთერშია კასპერსკის ლაბორატორიის ინტერაქტიული რადიო თამაში ანტივირუსი. ზაზა ჩიტანავასთან ერთად. Google-ის ერთგვარი დომინირება ციფრულ სამყაროში ცოტა არ იყოს საფრთხის ქვეშ დგება გარკვეულწილად, საფრთხის ქვეშ ამ კომპანიისთვის. დაახლოებით 1 თუ 2 კვირის წინ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში შეიტანეს კიდევაც სარჩელი Google-ის წინააღმდეგ მისი მონოპოლიურობის კუთხით, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ Google იყენებს რა თავის ავტორიტეტს, შესაძლებლობებს მაქსიმალურად ისეთ ქმედებას ახდენს, რომ სხვა საძიებო სისტემებში იგირჩება დომინანტად და სხვა კონკურენტებს არ აძლევს, თქვათ, გასაქანს და შესაბამისად ამის გამო ხდება ის, რომ სწორედ ფასებსაც Google ადგენს და Google-ის ეს აქტივობა ფინანსური კუთხით მას სრულ დომინანტს და მონოპოლსაც ხდის და ბრიტანეთში მაგალითად მისი მონოპოლიზაციის თვალსაზრისით იყო ასე ვთქვათ სარჩელი შეტანილი და მოუწიათ Google-ის წარმომადგენლებს ამ თემაზე პასუხების გაცემა. სხვათა შორის, როდესაც სარჩელი შეიტანეს, მაშინვე ითქვა Google-ის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი სიამოვნებით გასცემენ ყველაფერზე პასუხს. მიუხედავად აი ამ თემებისა, Google-ის შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, მაინც რჩება კარგდგომარეობაში და აი ეს მაჩვენებელი მე პირობითად უტრირებულად თქვი რომ 90%. 90%-ით საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს გერმანული პლატფორმა, რომ დღეს 90%-მდე დაეცა მისი დაფარვის ზონა, ანუ საძიებო სისტემაში და 10 დაკარგა. გერმანული პლატფორმა არსებობს ასეთი, რომელმაც მონაცემები გამოაქვეყნა და Google-ის წილი მისი დასკვნით გლობალურ საძიებო ბაზარზე 25 წლის მარტის ბოლოსთვის 90%-ზე დაბლა დაეცა. მსგავსი რამ დაახლოებით 10 წლის წინ დაფიქსირდა და სპეციალისტები უკავშირებენ ამ ყველაფერს სწორედ
მსგავს სარჩელებს და სამართლებრივ პროტესტებს Google-ის მიმართ და თქვენ წარმოიდგინეთ 90%-ზე დაბლა დაწევაზე არის საუბარი და მანამდე სრული 100% და ეს იყო დაფარვა Google-ის მხრიდან და ეს საუბარია სოფლიო მასშტაბით საძიებო ველზე. ხო წარმოგიდგენიათ დღისა და დროის განმავლობაში აი ახლა სანამ ჩვენ საუბრობთ რამდენი მილიონი ადამიანი შედის Google-ში ძიებისთვის მით უმეტეს რამდენად დამოკიდებულნი გავხდით Google-ის საძიებო სისტემით და ადამიანებს თანამედროვე რეალობაში რაღაცის სწავლას ურჩევნიათ რომ Google-ში საძიებო სიტყვაში ჩაწერონ და რაღაცა ინფორმაცია სწორედ აქედან მოიპოვონ. ამ მოცემულობაში თქვათ Google-ის მიმართ ერთის მხრივ კი არის სამართლებრივი დავები მონოპოლისტობის თვალსაზრისით, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ კი საუბრობთ რომ 90%-ზე დაბლა დაიწია მაჩვენებელმა მისი დაფარვის ზონისა თუ შესაძლებლობისა ხო საძიებო ბაზარზე, მაგრამ ის 10-15% უკვე სხვა კონკურენტებს რჩებათ სივრცეთ და როგორ გაიზრდება ეს პროპორციული მაჩვენებელი, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. კიდევ ერთ სიახლეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ჩვენ მე მგონი ერთი თვის წინ საუბრობდით ერთგვარ სიახლეზე, დრონი მწყემსი ასეთი აპლიკაცია შეიქმნა, ასეთი სტარტაპი იყო და აქ საუბარი იყო ისეთი დრონის შექმნაზე, რომელიც მწყემსის ფუნქციას ასრულებს და რამდენიმე მწყემსის ნაცვლად ერთი მწყემსი და ერთი დრონი შეიძლება და დრონი შეეძლოთ 100-მდე პირუტყვისთვის მოევლოთ და უფრო მეტი რაოდენობისთვისაც, ანუ აქ საუბარია დრონზე, რომელიც ადის მაღლა და აძლევს სრულ სურათს მწყემს იმისთვის რომ თადარიგი დაიჭიროს. თუმცა ახლა მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება კიდევ ერთ სტარტაპზე, რომელიც მომავალში შეიძლება საერთოდ გამორიცხავდეს მწყემსის არსებობასა თუ საჭიროებას, იმიტომ რომ აქ საუბარია ისეთი ტიპის სიახლის შექმნაზე, ისეთი ტიპის ნოუ-ჰაუზე, რომელიც ძროხების დისტანციურ ძროხა იქნება, ხვარი იქნება თუ სხვა პირუსტყვის დისტანციური მართვის საშუალებას მოგცემს. აქ საუბარია ისეთი ტიპის მოწყობილობაზე, რომელიც უმაგრდება პირუტყვს და ინჟინერების მიერ შექმნილი ეს მოწყობილობა ყელზე იქნება დაკიდებული თქვა პირუტყვისთვის და ინფორმაციას გადასცემს აპლიკაციაში. აი ამ აპლიკაციაში ტყემს ხო აქვს და დაახლოებით მოსაზღვრული რაღაც ტერიტორია, სადაც შეუძლია რომ პირუტყვი გავიდეს. აი ეს ვირტუალური სივრცე აქვს ტელეფონში აპლიკაციაზე მონიშნული და როგორც კი აპლიკაციაზე მონიშნულ აი ამ ვირტუალურ ღობეს თუ საზღვარს პირუტყვი გაცდება, მისი მასზე დაკიდებული მოწყობილობა გამოსცემს ისეთ იმპულსს, მცირე დენის ეფექტსაც, რომელიც აიძულებს პირუტყვს უკან დაბრუნდეს. შესაბამისად არც ღობე დასჭირდებათ. და შეიძლება დრონიც კი ზედმეტი იყოს და მსგავსი მოწყობილობა იყოს ის, რაც ჩაანაცვლებს ამ უძველეს ისტორიულ პროფესიას, რასაც ქვია მწყემსობა. ახლა კი დგება ის დრო, როდესაც ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99-ზე შეგიძლიათ დარეკოთ და მარტივ კითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში აი ამ ნივთებიდან ერთ-ერთი გახდეს თქვენი საკუთრება. უპასუხე და მოიგე. კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსული ვიქტორინა. გადაცემის ბოლო დასკვნითი ნაწილია, სადაც ჩვენ ვღებულობთ ზარებს ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და თუ თავიდანვე გვისმენდით, პრინციპში კითხვაზე ტრადიციულად პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ და სწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აი წარმოდგენილი ნივთებიდან ერთ-ერთი აიღოთ და ერთ-ერთი იყოს თქვენი საკუთრება. ვინც გვისმენს და ვერ ხედავს თქვა სოციალური ქსელის მეშვეობით, ჩვენ ისევ დაახლოებით იგივე ნაკრები გვაქვს, მაგიდის სანათი, მახსოვრობის ბარათების მრავალფეროვნება და ყურსასმენი, უსადენო ყურსასმენი. მე მგონი მსმენელია ხო ხაზზე. გამარჯობა, გესმით ჩვენი ხმა? გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა ზარისთვის. თავიდანვე გვისმენდით? დიახ, გისმენდით. მაშინ წესით პასუხი კითხვაზე არ უნდა გაგიჭირდეთ, მე დავსვამ კითხვას და სამსავარაუდო პასუხს გეტყვით. და მე უნდა მითხრათ, რომელი პასუხია სწორი. რა ფუნქციას ასრულებს Kaspersky-ის ახალი პროგრამა სახელწოდებით Kaspersky Security Cloud? პირველი პასუხი
თქვენს მაგივრად პასუხობს შემოსულ ზარებს, როცა თქვენ არ გცალიათ. მეორე პასუხი უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად აანალიზებს ახალ საფრთხეებს რეალურ დროში და მესამე პასუხი იცავს თქვენს ნერვებს სტრესისგან. მეორე რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, გილოცავთ გამარჯვებას, მადლობა რომ გვისმენთ და გვირეკავთ. ნახვამდის. დარჩით ხაზზე და პროდიუსერი გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის რომ თქვენ როგორც გამარჯვებულმა ამ ლიფტებიდან ერთ-ერთი წაიღოთ შენ. დიდი მადლობა იმისთვის რომ უსმენდით ერთმანეთს, ხვალ არის ხუთშაბათი, ზეგარი პარასკევი და დარჩენილი ეს 2 დღე კიდე გაქვთ დრო იმისთვის რომ უსმინოთ გადაცემას კიბერუსაფრთხოებას და მოიგოთ ესა თუ ის პრიზი. მადლობა ნახვამდის.